ინტერნეტში ტრენდი რომ იყო ჩელიაბინსკში რომ ვიღვიძებდით მეორე დღეს ხო და მე ეს რომ სასაცილოდ არ იყო და ამას აშარჟებდა მე ქართული ოცნების წარმომადგენლები რომ აი ხომ ხედავთ დადგა 27 ოქტომბერი და მე არ გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში. სინამდვილეში იმაზე უფრო მალე გავიღვიძეთ ჩეჩნეთში ვიდრე საერთოდ წარმოგვედგინა და ვიდრე ეს რაღაც სახუმარო TikTok ტრენდს ეხებოდა. იმიტომ რომ გუჟინ მოხდა არა მხოლოდ ასპრის თემა, სადაც არც ბიზნეს მიეცა იმისი საშუალება და უფლება რომ თავი დაეცვა და თანამშრომლები დაეცვა ან მოქალაქეები დაეცვა, ვინც ვარჯიშობდნენ უშუალოდ იქ და მოუწია სასაცილო განცხადების გაკეთება რომ ინვენტარი არ დაზიანებულა თითქოს ინვენტარი იყო რაზეც დაარდობდით და ჰანტელი ხომ არ დაიღუნა ხო შემთხვევით ამაზე ეს არის ერთ-ერთი ამბავი უბრალოდ წება ამბებიდან რომელიც ბოლო პერიოდში ხდება. გუშინვე მოხდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ბექაურს ერთ-ერთ სპორტსმენს მანქანაში ან თვითონ ავრცელებს ვიდეოს, სადაც ლომის ბოკვერი ყავს მანქანაში, ხო? ესეც არის ძალიან რუსული, ჩეჩნური სულის, ხო, კადიროვშინა, ხო, რაც და აქ ხშირად ხედავთ ჩვენ ინსტაგრამზე თვითონაც ხშირად დებენ ეს მებრძოლები და იქაური ტიპები როგორ ჩამოდიან აქ და ერთობიან და უფრო და უფრო ხშირი არის ამბები, სადაც რაღაც მანქანებს აზიანებენ, ვიღაცა ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს უვარდება და აღარ აქვს არანაირი საშუალება პოლიციას ამ შემთხვევაში, რომ ეს ყოფილი აღკვეთოს. ანუ კონტროლის ერთობლიობა რასაც კონცეფტ მოშლილია სახელმწიფოს. მოშლილია სრულად სისტემა და მე ყველაზე მეტად რაც მათარდებს ამ წუთას ის არის, რომ დღესვე რო დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რაღა დაგვიბრუნებს ჩვენ პოლიციის ნდობას. აი რაღა იქნება, როდესაც ეს ჯგუფები ესე თავის ნებაზე აღარ იქნებიან მიშვებული და რა იქნება შემთხვევა, როდესაც ჩავივლი პოლიციელის გვერდით, მე ეცოდინება რომ შემიძლია მას ვენდო და გამოვიძახო და დამეხმაროს რამეში. როდესაც ყოველ დღე არის ფაქტები, როდესაც უბრალოდ კონტროლის მიღმა არის მათი გავლენების მიღმა ხდება, რაც ხდება ყველაფერი და უკვე ვინ აკონტროლებს ამ სიტუაციას, ან თუნდაც სისტემაში და უწყებაში ვინ არის პასუხისმგებელი, უკვე აბსოლუტურად ბუნდოვანია. გომელაური, ანუ შეუძლია გომელაურის საერთოდ ამხარებას და შინჯიკაშვილის კონტროლი, ან თვითონ ესენი დის და რას აკონტროლებენ, სრული ქაოსია მოკლედ რა. ასპრის ამბავით ან იმიტომ არის გამორჩეული, რომ მასშტაბურია, ბევრი თვითმხილველი ყავს, ბევრი ადამიანი შევიდა და მიუხედავად ამისა, ესე საჯაროდ დახუჭა თვითონ ფიტნეს დარბაზმა თვალები ყურები თქვა, რომ გაფუჭებულია კამერები. სხვა ბიზნესებისთვისაც რა ტიპის გზავნილი უნდა იყოს ეს? სახელმწიფოს აქვს თავის მხრივ თვალები დახუჭული, ეგ ცალკე კომენტარიც არ გვინახავს, მაგრამ აი სხვა ბიზნესებისთვის რომელიც ეს აი ძალიან მაგარი მანიშნებელი ყველა ბიზნესისთვის, რომ ეხლა თუ ჩუმად არიან ეს ჯგუფები, დაჯგუფებები, რიგით მოქალაქეებთან კი არ შევლენ და მათ კი აღარ დააყაჩაღებენ, ვინც მდიდარია და ვისაც მეტი ასეტი აქვს ესე ვთქვათ, ამ ეს დიდი ბიზნესები არიან რიგში, ამ რეკეტის, ხო? ან თორემ ჩემთან რა რეკეტიც იყო საჭირო, უკვე გააკეთა ისედაც სახელმწიფო მიქაღარავინ აღარ შემოვა, ხო? ჩემთან ტიტუშკებს ალბათ არ მოაგზავნიან, რაღა უნდა წაიღონ სახლიდან, ხო? შევლენ, შემდეგი იქნება, რა ვიცი, შემდეგი დიდი ბიზნესი. რა ვიცი, ვასობ ხაკაძის ადგილას არ ვიქნებოდი ესე მშვიდად, რომ შემდეგი არ არის ვისოლიან დანკინ დონატს მაგაწონება ჩვენი ესა და ყველა სიფრცეში რაც გვინდა და იმისი უფლებაც არ ექნებათ მათ, რომ ან მიმართონ პოლიციას, ან ამოიღონ კამერის ჩანაწერები, იმიტომ რომ ეს კამერები რაღაცა სასწაულებრივად გაქრა, ხო, აღარ არსებობს, გადამწვარი აღმოჩნდა ყველა. იმისი უფლებაც არ ექნებათ, რომ თავი დაიცვან და ეს აქ ხომ არ ჩერდება, ეს არის პირველი უბრალოდ ნიშანი, რომ აი აწი ესე იქნება, თუ ეს არ დაისჯება, ხო, თუ ეს არ აილაგმება ახლა. აი ეს შავფორმენები გახდნენ რაღაც პოლიტიკური ანტურაჟის ნაწილი ოცნების ყველა ისეთ მნიშვნელოვან ამბავზე, რაც იყო ოცნებისთვის მნიშვნელოვანი, არიან დაწყებული ნაძვის ხის ანთებით. უფრო ადრეც გაზაფხულიდან, ანუ ეს ბაზრობებზე.
კალაძე ვერ გამოვიდა ფაქტობრივად მათ გარეშე. ეს საშობაო ბაზრობაც აღმოჩნდა რაღაც მტკივნეული ამბავი სისტემის. ეგეც და კიდევ ამბასადორიალიც არ ვიცი თუ ადევნებდით მაგ კი, ამასაც წერდით, თქო, მაყურებელს მოუყვეთ თქვენ. ხო, მოუყვები, მოკლედ მაყურებელს. ეს ინაუგურაციას უკავშირდება. ეს უკავშირდება გარკვეულწილად ინაუგურაციას, მოკლედ 28-30 დეკემბერს დაინიშნა ამბასადორიალი, სადაც საქართველოს ყველა ელჩი უნდა დაბარებული არის საქართველოში. ყველანი უნდა იყვნენ აქ ელჩები და მოვალეობის შემსრულებლები, იმიტომ რომ ნაწილს არ აქვს გაგრძელებული მოვალეობის უფლება. და ეს ამბავი იყო აბსოლუტურად იმდენად გასაიდუმლოებული და არაგასაჯაროებული, რომ არ იცოდნენ მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილმაც კი, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, ვინც არის ხელის მომწერი ამ მათ ვთქვათ პროტესტის ხელის მომწერი, ვინც არის რა. აი ესე ჩუმად მოხდა მოკლედ ამბასადორელის დაგეგმვა, რომელიც მოხდა ვთქვათ ერთ-ერთ დიდ სასტუმროში და 29-ში უკვე შემდეგ იყო დაგეგმილი ინაუგურაცია და ბუნებრივად და ლოგიკურად ებმოთა რომ ეს ელჩები გამოიძახეს იმისთვის რომ მეორე დღეს ინაუგურაციაზე ყოფილიყო ფონი თუ და ზუსტად ისე როგორც ისინი ექცევიან მათ კონტროლის ქვეშ მყოფ ბაღის მასწავლებლებს და საჯარო მოხელეებს ესევე ფაქტურად მილალეს აპირებდნენ რომ მიელავათ. ეს ამბავი როგორც კი ეს ამბავი და ამ სასტუმროს აბსოლუტური ჯავშნის და ყაზარმულზე გადასვლის ამბავი გაგვაგებინა და გამოიტანა ინფორმაცია სტაფმა და დაცვის სამსახურმა და ძალიან მშვენიერი პროცესი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ უკვე მოქალაქეები აღარ აძლევენ და ამ შემთხვევაში რაღაც თანამშრომლები კომპანიების აღარ აძლევენ მენეჯმენტს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად ლავირება მოახდინოს და გაძვირს ერთი მხრივ Facebook-ზე დაწეროს ერთი მხრივ Facebook-ზე დაწეროს საქართველოს დროშა და ევროკავშირის დროშა და როგ მობზალადობას და მეორე მხრივ უმასპინძლოს ამხელა ივენტს, სადაც 2 დღე სრულიად დახურული იყო. მოკლედ როგორც კი გასაჯაროდა ეს ამბავი, ბევრი ფუთფუთი ატყდა და გააუქმეს სასტუმრო. ყოველ შემთხვევაში ამბასადორიალი არ ვიცი გაუქმებული არის თუ არა. ბევრი ხალხიც არ დაჭერდებათ ისე პარლამენტის სასახლეში ატარებენ. ან ყოველ შემთხვევაში ხო ჩუმად და ეს მიწის ინაუგურაციაც დახურულ სივრცეში იმართება დღეს გახდა ცნობილი რომ პარლამენტში და ეს ამ სივრცეების ძალიან რაც არ უნდა გულს უმაგრებდნენ და სელფებს იღებდნენ რაღაცა იმ მოტრიალე კარუსელებთან ის რომ არ შეუძლია კალაძეს ბაზარში მისვლა იმის გარეშე რომ მართლა ეს ანტურაჟი არ ყავდეს ის რომ არ შეუძლიათ ქვეყნის ელჩებს ჩამოსვლა თამამად და ამას შესახებ განცხადება და პირიქით საჯარო ამბავი კი არ არის ჩუმად ხდება ინაუგურაცია არ ხდება ძალიან კარგი მანიშნებელია იმისა რომ ყველაფერი უბრალოდ რასაც ცდილობენ რომ კამერაში გამოაჩინონ ეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის იმ მცირე ნაწილი ამ შემთხვევაში მხარდამჭერებისა რომელსაც ჯერ კიდევ ჯერა ეს ყველაფერი თორე ქუჩაში ვინც გამოდის იმას აღარ ჯერა ხო და ასევე რაღაც კალაძე მაგალითად ამას წინათ ფეხბურთს თამაშობდა მერის რაღაცა ჩვენც ვიყავით მისულები მაგრამ გაგვასწრო ანუ ჩვენ უბრალოდ გამხნევება გვინდოდა მისი 1-2 სიმღერით რომელიც აპროტესტო აქციებიდან აგვეკიდა მატჩის დროს მაგრამ როგორც კი მიხვდა რა ხდებოდა და იქ შეამჩნია ასევე კამერა ეგრევე გაიქცა კი გაიქცვა ამისი რა ერთვარსები მთავარის ჟურნალისტს აქვს უკვე ეს გაქცევის კადრები. ან აღარსად აღარ დაედგომებათ ამ ადამიანებს თავ აწეულები რა. ანუ ხდებოდნენ ყველანი ლიფტში დაწყებული გარეთ ქუჩაში, ვეღარ ფუნქციონირებენ ხო ფაქტიურად. კი, აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ამ პროტესტის გაგრძელება და შედეგის მიღება, პროტესტი დემონსტრანტები დისტანცირდებიან პარტიული აქტორებისგან, მაგრამ აი პოლიტიკური აქტორების პროცესში რაღაც ეტაპზე ჩართვის გარეშე, ამდენ წარმოგიდგენიათ შედეგის მიღწევა. აუ ძალიან ბევრს ვფიქრობთ მაგაზე და ძალიან ბევრს ლაპარაკობთ თანამოაზრეებს და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ამ პროცესებში ვართ ჩართული, არც პარტიული, არც აქტივი, ანუ აი ჩემი ცხოვრება და ბევრი ადამიანის ცხოვრება, ვინც ახლა პროტესტში თავით არის გადაშვებული, საერთოდ არ იყო დაკავშირებული არც არასამთავრობო სექტორთან, არც რომელიმე პარტიასთან, ხო, რა ჩვეულებრივად
ჩვენი პროფესიული გზები გქონდა. ბევრს ფიქრობდით და ბევრს ლაპარაკობთ კიდევ მაგაზე, რომ როგორ უნდა მოხდეს ახლა ეს, რომ პოლიტიკოს რო ხედავს ადამიანი აქციაზე, აგრესია არ ემართებოდეს პირიქით და ჩემი აზრით დასაწყები არის და საბედნიეროდ დაწყებულია უკვე ნელ-ნელა რა ამაზე ლაპარაკი, რომ უკვე უნდა დაგვანახონ მოკლედ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ამჯერად უკვე არა თავიანთი ერთობა. პირიქით თავიანთი განსხვავება, იმიტომ რომ მათი ერთობა პროპაგანდამაც გამოიყენა მათ სასარგებლოდ, ხო? ანუ მათ წინააღმდეგ, რომ არსებობენ ქოცები და არსებობენ ნაცები. ეხლა ჩვენ გვჭირდება დავინახოთ, რომ ესენი ნაცები კი არ არიან. ესენი ნაცებიც, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი სხვა ჯგუფი და სხვა ინტერესების ეს არ ჩანს ჯერ, ასე ფიქრობ? ჩემთვის ჩანს, იმიტომ რომ მე ეხლა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თავით ვარ გადაშობილი, სულ ვეძებ კონტენტს, სულ ვეძებ ვინ რას ამბობს, ვინ რის უკან დგას. მაგრამ ბევრი ადამიანისთვის არ ჩანს, ხა ჩემთვის არსებობს რამდენიმე აქტორი, რომელიც საინტერესო არის და რომელსაც თვალს ვადევნებ, მაგრამ არსებობენ მაგალითად მთელი პარტიები, რომელიც რა ღირებულებებზე დგას, ჩემთვის ანუ აი აზრზე არა ვარ, რა პოზიცია აქვს მაგალითად არ ვიცი, სიტყვაზე ვთქვათ, ელენე ხოშტარიას რა პოზიცია აქვს პენსიასთან მიმართებაში, ან ჯანდაცვასთან მიმართებაში. ასევე არ ვიცი, მაგალითად, ლელოში რა ხდება. იმიტომ რომ გადაიფარა რუსული კანონის ხო, ანუ რაღაც ლელოს მიღმა რა დგას. მემარცხენე პარტია თუ მემარჯვენე პარტია, მაგას ვერ გეტყვით, ანუ აი რაღაც chat GPT-ით დაგენერირებულ იმაზე არ მაქვს ლაპარაკი, ხო, საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც მართლა 20 წამში შემილია, აგერ აქედან გავუსვლელოთ ვაკეთო მაგის უკან ხო რაღაც უნდა იდგეს. ხო, თუმცა აი ამ პროცესში ალბათ არის ერთი აქტორი, ვისაც ნამდვილად ხვდებიან ოვაციებით, როცა გამოდის ხალხში პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი რით იხსნება ეს და როგორ ფიქრობთ რატომ? და ეს მოწონება ფიქრობთ, რომ რაღაც პოლიტიკურ ენერგიაში, ან პოლიტიკურ შედეგში მისთვის შეიძლება ითარგმნოს. იმიტომ რომ სოციოლოგიაში ვთქვათ მოწონების რეიტინგი არ ნიშნავს არჩევნებში მიღებულ რეიტინგს. აი არ ვიცი, მე ჩემთვისაც რა თქმა უნდა ამ წუთას იმის გამო რომ სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი რომელსაც მჯერა რომ მასზე ნაკლები გავლენა აქვს, ანუ ყველას უნდა რომ რაღაც ტიპის გავლენა ქონდეს, ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ შემთხვევაში, მაგრამ ის ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას რა, ანუ არ ერგება სხვების, ანუ პირიქით თვითონ ცდილობს რომ დააყენოს სააჯენდო და ეს აჯენდა რომელიც დაყენებული აქვს ძირითადად დანარჩენი საზოგადოება ძირითადად ვეთანხმებით მას რა. ამის გამო ის ხშირად აკრიტიკდება კიდევაც მაგალითად ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ ამბობდა რომ ვერასდროს ვერ გახდება სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესის ლიდერი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს და ამის წინააღმდეგ მაშინაც კი როდესაც ძალიან გახელებული იყო პირიქით აბსოლუტური საჭიროება იყო ის რომ ეს პროცესი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებული იყო, მათ საპირწონედ დააყენეს ეს, მაგრამ ამასაც არ დანებდა მოკლედ რა, ანუ სალომე ზურაბიშვილზე ძნელი არის ზემოქმედება ამ აქტორების მიერ და პირიქით მას უფრო მეტი გავლენა აქვს ამაზე. აბსოლუტურად მხოლოდ ეს არის ამ შემთხვევაში და ასევე ის რომ ის არის 20 დღის მერე როგორ წარმოგიდგენიათ? აი თან დაასრულეთ კი ბატონო, ეს არის ერთადერთი ხო, აი იმის გამო ის არის ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუცია ხარ რაც ჩვენ ყოლზე ერთადერთი ფანჯარა საგარეო საქმეებში, ანუ ერთადერთი ფანჯარა, რომლის გავლითაც ჩვენ ველაპარაკებით ევროპელ 20 დღის მერე, აი ზუსტად ამიტომ აქაც მიდის ახლა ეს შეკითხვა ხო? ორი პრეზიდენტიანობა. ორი პრეზიდენტიანობა თუ მაგალითად განვითარებული ქვეყნების ლიდერები არ აღიარებენ არც ამ მთავრობას და არც მათ დანიშნულ ყაველაშვილი იქნება თუ ბექაურის ბოკვერი ბუბუ დიდი განსხვავება, დიდი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, არ აღიარებენ, ჯერ საერთოდ რა ენაზე უნდა ელაპარაკონ, მე არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული რა ენებს ფლობს საერთოდ, ხო ყაველაშვილი. და შესაბამისად, ანუ პოლიტიკა ხო მარტო ამაზე არ გაძლევს პიროვნულ კონტაქტებზე და მე ვფიქრობ, რომ ისევ სალომე ზურაბიშვილი დარჩება ჩვენ საგარეო ფანჯარად ამ ყველაფერში და აქეთ უკვე როგორ დაალაგდება და რა დაალაგდება, გარკვეულწილად ჩვენზე არის დამოკიდებული და კიდევ რაღაც პროცესებზე. თუმცა, ანუ ქართული ოცნების და ამ სისტემის ჩამოსვლა ყველაზე უკეთესად გამოსდის ჩვენი ანთებაც და თავის ჩამოშლაც ყველაზე უკეთესად გამოდის ისევ ქართულ ოცნებას. ისევ ოცნებას ამ პროტესტს აქვს
მოულოდნელი პიკები, როცა დაუგეგმავ დღეს უცებ ხორუმი და უამრავი ადამიანი და არის ეს დაგეგმილი თარიღებიც და მარშებიც. შემდეგი და ყველაზე საინტერესო თარიღი არის ალბათ მაინც 31 დეკემბერი. 28 პრეზიდენტის ინაუგურაციის წინადღე. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გეკმა. ერთი თვე პროტესტის. ინაუგურაციის წინადღე და ხო პროტესტის ერთი თვე, უბრალოდ და კვირა სამუშაო შაბათი დღე. ხო, დაუგეგმავია ეს პროტესტი და იმიტომ თავი რადგან არ აქვს ბევრი სხვადასხვა ჯგუფი იწყებს და მაგალითად მართლა იმ შაბათის დღეს, როდესაც ხონუმი და მეგრელების მარში და ამდენი ამბავი ხდებოდა, ხო, აი ეს იყო აბსოლუტურად დაუგეგმავი და ვერავინ მაგას ვერ დაგეგმავს და ძალიან მენანება ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერები, ვინც ამის ნაწილი არ არიან და ამ ერთობის შეგრძნება არ აქვს, რომ აი როგორი არის ამდენად მიკუთვნებულობა გქონდეს შენს ქვეყანასთან და მიმდინარე პროცესებთან. აი 28-ს რაც შეეხება მოკლედ ჩვენ რაღაცნაირად აი ზუსტად არც ვიცი საიდან დაიწყო ისე ბევრი ადგილიდან იწყება ხოლმე მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე 20 ლოკაციაზე ანუ 20 სხვადასხვა ადგილი არის საქართველოში სადაც იგეგმება ჯაჭვი ანუ ეს იგეგმება ერთობის ჯაჭვი სადაც ადამიანები მივავალთ და ყველა ქალაქს თავისი გეოგრაფია აქვს ასე ვთქვათ ხო თბილისში ხიდების ირგვლივ ვერთიანებით ანუ ყველა ხიდზე გავაკეთებს ჯაჭვს და აი ეს ხიდები ერთმანეთთან დაკავშირდება. ეს ხიდები დავინაწილეთ თან სამოქალაქო ჯგუფებმა და ეს ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესი იყო, რომ მაგალითად რაღაც IT და ტექი იქნებიან ვახუშტის ხიდზე. მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ზაარბრუკენის მოედანზე და იქ გაუყვებიან მოკლედ ჯაჭვით ამას. და გვინდა რომ ვაჩვენოთ არა მხოლოდ ჩვენი ამ შემთხვევაში რა ჩვენს თავში და ადამიანების თავში ვინც ამ ყველაფერს უერთდება არის ის რომ რაოდენობა არა მხოლოდ რაოდენობა ამ შემთხვევაში არამედ ცოტა დისციპლინას რა ჩვენ შეგვიძლია ერთ ორგანიზმად მთელ ქალაქებში გავაკეთოთ ჯაჭვი ანუ მთელი ქალაქი მოვიცვათ ამ ყველაფერს თან ვიზუალურადაც რაღაცები მე ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება ყველაზე უფრო ემოციური და ყველაზე უფრო ამაღელვებელი ჩემთვის რაც არის ეს არის რომ ცხოვრებაში პირველად ველოდები ახალ წელს და ეს სენტიმენტი ბევრისგან ხდება რომ ყოველთვის მეზარება ეს ახალი წელი მარტო საერთოდ რუსთაველზე ხო ყველა იქნება რუსთაველზე ახალ წელს და კითხვაც არავის არ უჩნდება სად არის ახალ წელს რა ანუ ახალ წელს ხვდებით რუსთაველზე ეს არის ჩვენი ადგილი, ის ადგილი, სადაც უკვე ერთი თვეა ვათენებ და ვაღამებ, ის ადგილი, სადაც ეს ერთი თვე კი არა, რაღაც რომ გიჭირს და რაღაცაზე რომ ბრაზდები პირველი, სადაც მიდიხარ, სადაც შენ ფეხებს მიყავ ხარ. არის ეგ და კიდევ რაც როცა ძალიან გიხარია, მაშინაც მახსოვს, იმიტომ რომ მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის დროს იყო თორსტები ეგ, მაგრამ სტატუსი რომ მივიღეთ მაშინ განსაკუთრებით მთელი ადამიანები, აი ჩვენი თვითდინებით ასევე აღსანიშნავად და რუსთაველზე საზეიმოდ იქ მივედით და ეს ადგილები, ანუ რუსთაველზე ასევე ძალიან ბევრი ჯგუფი იქნება. შემიძლია და გისპოილოთ რომ ვინც კი საქართველოში კარგად ამზადებს საჭმელს, ყველანი იქ იქნებიან და ყველას მოაქვს დიდი საჭმელების გასვლაც არის დაგეკმო. ხო, ან მუსიკას უკრავს, ან ყველაფერი, ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა ჩართული არის პროცესში, თავისი რაღაცით მოდის იქ რა, ანუ რუსთაველზე მოდის იქ. და თან ეს არ არის მხოლოდ საზეიმო აქტი, ეს არის საპროტესტო აქტი, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ სახლში ვიყო მაშინ, როდესაც ჩემი თანამოაზრეები და თანამებრძოლები არიან რეჟიმის ტყვეობაში, ანუ ეს არ არის პატიმრებსაც კი ვერ დავუძახებ, ხო პირდაპირ ტყვეები არიან. სახლში თბილად ყოფნას მირჩევნია რომ საპროტესტო აქციაზე ვიყო, იქ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ჩემს თანამოაზრეებს გავხედო და დარწმუნებული ვიყო რომ 2025 წელი არის ის წელი, როდესაც ეს ქვეყანა უკვე უკეთესია, მართლა. ჯერ მარტო ამდენი პროფკავშირების ესენი არის მონახაზები იწყება და საინტერესო პროცესები დღეს მაგალითად საჯარო მოხელეების პროფკავშირების შექმნა დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ქვეყნის განვითარებისთვის, ხო? ან უკვე უკეთესი ქვეყანა ვართ. უბრალოდ დავინახეთ ეს ბევრად უფრო ნათლად და 2025 წელი იქნება, როდესაც ეს უკეთესი ქვეყანა გაფორმდება უკვე და 31 დეკემბერს ჯერ ქუჩაში და მერე ვნახოთ ეგეთ. ჯერ ქუჩაში და მერე ვნახოთ.